Human Rights Watch-ი საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. ტექსტში ნათქვამია, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა. ორგანიზაციის შეფასებით ივანიშვილის პარტიამ ბოლო პერიოდში მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და ძალადობით უპასუხა მეტწილად მშვიდობიან პროევროპულ აქციებს. სამართალდამცავებმა 2024 წლის პროევროპულ პროტესტს ძალადობრივი ძალით, სრამსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უპასუხეს. სპეცრაზმა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და დაუსჯელად ერეოდნენ მათ მუშაობაში. აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით უცნობმა თავდამსხმელებმა განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები 10-ზე მეტ აქტივისტის ძერის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში დაზიანებები საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა თავდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში მოწმეებითა და კამერებით, თუმცა პოლიციას არც ერთი ეჭვმიტანილი არ გამოუვლენია ან დაუკავებია. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონებზე, რომელიც მათი შეფასებით დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს განათლების, ჟანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე. მთავრობას დაუნდობლად მიყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, მაგრამ ძალიან ნაცნობია ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მაგრამ არასდროს არ არის გვიან, რომ შეცვალოს კურსი, გაუქმოს რეპრესიული კანონები და უშოს შეკრების თავისუფლება შეწყვიტოს, ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და პასუხისმგებლობა დააკისროს პოლიციას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვისას ორგანიზაცია როგორც ეუთოუდირის სადამკვირვებლო მისიის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა, რომლებიც სხვა პრობლემებთან ერთად საჯარო მოსამსახურეებზე პოლიტიკური ზეწოლის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მასობრივ პრობლემებზე საუბრობდნენ.